მოგესალმებით მეგობრებო, მინდა დღევანდელ გამოსახლებას გამოვეხმაურო. მინახე ათობით გამოსახლება, მაგრამ ასეთი სადიზმი, რა ვიცი რა, უკვე კულმინაციას მიაღწია ამათმა სადიზმმა, უსიყვარულობამ და ადამიანის არაფრად ჩაგდებამ. ამან კიდევ ერთხელ დაგვამწვინა, როცა ერთი კვირის წინ გვიტვიცებდა კალაძე, რომ თურმე ის მოსახლეობა მიტო არ გამოიყვანა შენობიდან, რომ მათი ნებართვა არ იყო, რაც არ მგონია ამგეს ნებართვა მიეცეთ გაგვასახლეო. ახლა გვეტყვიან, რომ ესაა სასამართლოს გადაწყვეტილებაო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში სასამართლო არის უკანონო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არის ქვემდებარე აღმასრულებელი ხელისუფლების, ან უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილის და კობახიძის. მე მინდა მოუწოდო ყველას ახლა რა. არ შეიძლება ეჭიდაებოდე ხელისუფლებას, დიქტატურას და ყოველი აღშფოთებული ადამიანის წყორომა, ბოღმა არ გამოიყენო. ნამდვილად ვიქნებოდი ახლა იმ გამოსახლებასთან და ნამდვილად ვიჭიდაებდი პოლიციასთან. ჩვენ უნდა დაუდგეთ ყველა ასეთ მოქალაქეს. მიუხედავად იმისა, დარწმუნებული ვარ, ისინი არიან სოციალურად დაუცველები და საერთოდ სოციალური დაუცველები ყოველთვის ხელისუფლებას აძლევენ ხმას. დარწმუნებული ვარ, ახლა იქ ვისაც ასახლებენ 90% ხელისუფლებისთვის ექნება ხმა მიცემული. ამაში მე ვარ 100%-იანი დარწმუნებული და ეს საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი და მიტომაა, რომ ხელისუფლება გაღარიბებას, ადამიანების გაღარიბებას, უსახკარობას ხელს უწყობს. რამე თუ ასეთი ადამიანები უთბრო ადვილად მართვადია. და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო იმ აქტივისტებს, რომლებიც მართლა რომ სასწაულ საქმეებს შობიან და თბილისში რუსთაველზე უწყვეტ აქციებს აკეთებენ. მაგრამ მე მგონია, რომ ასეთი ადამიანები უნდა გამოვიყენოთ, უნდა ჩავიდეთ ჭიათურაში, მიუხედავად იმისა, რომ თურმე პოლიტიკოსების მისვლა არ უნდათ იქ, უნდა ჩავიდეთ ბალდაში, სადაც მე რამდენი დღეა უკვე დამავიწყდა აქცია მიმდინარეობს, უნდა ავიდეთ სურებში, სადაც გესის აშენებას აპროტესტებს მოსახლეობა, უნდა ავიდეთ საირმეში, სადაც ტყის გადაცემას აპროტესტებს მოსახლეობა. ყველგან თუ სადმე პროტესტია, თუ რომელიმე გამომჩა ბოდიშუქთი, ყველგან უნდა მივიდეთ და ვეცადოთ ამ მუხტის გამოყენებას ხელისუფლების დასახობად. უნდა აუხსნათ მათ, თქვენი გადარჩენა მხოლოდ ამ ხელისუფლების დამხობა, სხვანაირად არ გეშველებათ, გაიტანებენ ბოლომდე, დაგიჭირავენ, გცემენ, დედას გიტირებენ. თავარია ჩამოაგდოთ ხელისუფლება და ეს ენერგია, რაც ასეთ ცალ-ცალკე სხვადასხვა ადგილებში იხარჯება ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ ენერგიის აკუმულირება უნდა მოხდეს და უნდა მიემართოს პირველ წყაროს, რომელიცაა დამნაშავე ამ პრობლემების შექმნაში, რასაც ხალხი აპროტესტებს. უნდა მიემართოს პირველ წყაროს, ანუ გაუმარცხან ბიძინა ივანიშვილს, გაუმარცხან ქართული ოცნების ელიტას და ასე შემდეგ რა. და შევწყვიტოთ დედა აფეთქებული. ვერ გევიგე რატო აკეთებთ წაკლა იმას, რა გვარია ეს დედა აფეთქებული ქალბატონები რო ყავთ იმ პარლამენტში, იმგეს ინტერვიუს რატო აკეთებთ? ვერ გავიგე რა. თუ საერთო რომ დრო გაქვთ, აგერავართ ემიგრანტები და ჩავწერე, ჩვენ ჩავწერე და რატო უთმობთ მე Facebook-ზე ამგენის რაღაც ნაბჟუტურების განხილვას? რატო მიდიხართ ყაბელაშვილი, მე ვარ პრეზიდენტი, აგერ მოდი მე ჩავწერეთ, ვერ გევიგე, ასე თვითონ გვია, აი დედა აფეთქებული და მეც გეუნე, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მოდი და მე ჩავწერეთ. მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მოდი და მე ჩავწერეთ. მოდი და ჩაწერეთ ემიგრანტები.
რა არის აგი რა უბედურობა ამ საეთერო დროის ამ წაკლების იმას ინტერვიუების განხილვებს რო უთმობ და Facebook-ზე ამას რო უთმობ იგნორი უნდა იყოს ყველნაირი რა არავითარ ჟურნალისტი არ უნდა მივიდეს თუ არალეგიტიმურია რატო მიდიხარ რატო იღებ იმისგან ინტერვიუს იგნორი უნდა გაუკეთდეს ყველაფერს და ყველა ვინც ახლა ამ წუთას ოდნავ პროტესტს გამოთქვამს ხელისუფლების წინააღმდეგ და ასეთები 100,000-ობით ადამიანია მხოლოდ და მხოლოდ კონტაქტი ასეთ ადამიანებთან მათი ენერგიის გამოყენება ამ ხელისუფლების დასამხობად და რევოლუცია შვიდობიანი რევოლუცია სხვანაირად ესენი არსად წასვლელი არ არიან მადლობთ ყურადღებისათვის